მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის 4-ე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა, უფრო კონკრეტულად ენერგეტიკული დაკავშირებადობა. და რა თქმა უნდა, გავუზიარებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, გსავნილებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება სწორედ ამ კუთხით, დაკავშირებადობის კუთხით. და რა თქმა უნდა, ამას გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან. აი რა გაცამ საკითხზე მთავარი სარწმელი როგორც შეიძლება საქართველოს ევროპის ენერგულ საფრთხეებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისთვის იქნება ბუნებრივია ძალიან საინტერესო, შავი ზღვის რეგიონისთვის კონკრეტულად იქნება ძალიან საინტერესო, მათ შორის კონკრეტულ პროექტებზეც გვექნება საუბარი ევროპელ პარტნიორებთან. თუ იქნება საუბარი ვიცით დღის წესრიგში არ არის, თუმცა თუ იქნება საუბარი გაფართოებაზე, იმიტომ რომ აქ არის ქვეყნები ჩვენ მათ შორის რომლებიც გაფართოებას ველოდებით, კოლეგებთან თუ გექნება შესაძლებლობა ამ საკითხზე. ჩვენ მათ შორის ორმხრივ ფორმატში გვექნება კოლეგებთან საუბრის საშუალება და ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ყველა თემაზე, მათ შორის ყველა პოლიტიკურ თემაზე და გაფართოებაც იქნება საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა.